გამარჯობა, მე ვარ დავით ნუცრუბიძე, თქვენ უყურებთ ქარდრაგის ახალ ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეყოლება 4 თაობის M5 და მოდი გავიგოთ, როგორი ევოლუცია განიცადა M5-ებმა და საიდან დაიწყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ყველა თაობის M5 გვყავდეს აქ. გვაკლია E28 ზარით M5, ასევე F10 ზარით M5 და ბოლო თაობა G90 ზარით. თუმცა, აქ თავი მოუყარეთ, მე მგონი ყველაზე საინტერესო M5-ებს. დავიწყოთ 34-ით, რომელიც არის ლეგენდარული მოდელი, ყველა ძალიან გვიყვარს, განსაკუთრებით BMW-ს მოყვარულებს, ძალიან დიდ პატივს ამ ავტომობილს. ჩვეულებრივი 34-ისგან გამოირჩევა იმით, რომ წინა ბამპერი აქვს სვანაირი, სარკეები აქვს სვანაირი და ასე ვთქვათ, ძარა მთლიანობაში იგივე არის, დიდად არ შესცვლილა. 34-ის შემდეგ უკვე BMW გადავიდა 39-ზე, რომელიც ვიტყოდი, რომ ესე ვთქვათ, ყველაზე მამაკაცური მანქანაა. რაღაცნაირად ესე ასოცირდება, რომ რაღაც ძალიან მასიური და ესეთ ყრივ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. ფერი ძალიან უცხო აქვს და ძალიან მოწონს, ძალიან ლამაზია და 39-ის შემდეგ უკვე გამოვიდა S60, რომელმაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა დიზაინერების კუთხით, იმიტომ რომ BMW-ს მოყვარულებს მანდამაინც არ მოსწონდათ ეს დიზაინი, ამბობდნენ რომ ცოტა ნაზია, დახვეწილია და M5 ასეთი არ უნდა იყოს. ამის შემდეგ უკვე გამოვიდა F10, რომელიც ასევე მომრგვალებული ფორმებით არის და მაგის შემდეგ უკვე წამოვიდა ბოლოს წინა თაობა M5, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება, თანამედროვე მანქანაა, ძალიან მომწონს და მე მგონი თანამედროვე დიზაინს, ესე ვთქვათ, დიდხანს შეავსებს ეს ავტომობილი, იმიტომ რომ ეს ფორმები დროს გაუძლებს. ასე ვფიქრობ. ხოლო რაც შეეხება მათ მართვის ხასიათებს, ახლა გადავინოცვლებ 34-ში. ეს მანქანა ზოგადად ძალიან ბევრ და ტკბილ მოგონებებთან მაკავშირებს, იმიტომ რომ 34 იყო ჩემი პირველი ავტომობილი. რა თქმა უნდა, 34-ის M5-ს როდესაც ეხება საქმე, შეუძლებელია რომ არ ვახსენოთ გიორგი თევზაძე. გიორგი თევზაძის M5-ის ვიდეოები ყველა მიცის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და დამერწმუნებით ალბათ რომ ინსპირაცია იყო ბევრისთვის, რომ ეს მანქანა შეეძინა. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ 34-ს, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ლეგენდარული S38 ძრავით, თუმცა არის 3 და 6 ლიტრაჟობის, 6 ცილინდრიანი, ერთი გაჩამწკრივებული. შემდეგ რესტაილენში უკვე იყო 3 და 8 ლიტრაჟობის მოსულობის ძრავი, თუმცა ამჯერად ხელს ჩაგვივარდა 3 და 6 ლიტრიანი ძრავით 34, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება, კარგი შენახულია, ძრავს რაც შეეხება, ძალიან კარგად მუშაობს, სუფთად მუშაობს და სულ მიკვირდა ყოველთვის როგორ შეძლო BMW-მ თან მაშინ, რომ მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა სედანი, რომელიც იქნებოდა კომფორტული და ამავდროულად სპორტულიც. სპორტულში გულისხმობ იმას, რომ ამ ავტომობილს შეუძლია ტრეკზე იაროს ძალიან თამამად, ანუ ძალიან კარგად გრძნობს თავს ტრეკზე. მით უმეტეს ეს ძრავი, რომელიც ინდივიდუალურ დროსელებზეა, საოცარ ხმას გამოსცემს და ის ზუსტად სპორტული ხასიათი მოაქვს BMW-ს, რაც მაშინ 90-იანებში და 80-იან წლებში იყო. დაბალ ბრუნებზე სიმძლავრე თითქოს არ აქვს, მაგრამ როგორც კი მაღალ ბრუნებზე მიდის ძრავი, თავისი ემოცია მოაქვს, რა თქმა უნდა. საოცარი სამართავი ავტომობილია და მახსენდება ჩემი 34, რა თქმა უნდა, რომელიც მყავდა. იდეალურ მდგომარეობაში არ არის კოლოფი, ყულვისაც და თვითონ გადაბულობაც, ეგრეთ წოდებული სცეპლენიაც, იმიტომ რომ წლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ხარვეზები ჰქონდათ ამ ავტომობილებსაც თავის დროზე და მაგიდან გამომდინარე სასერვისოა, რა თქმა უნდა. თუმცა ის ემოცია, რაც თავის დროზე ამ ავტომობილებს ჰქონდა, განუმეორებელია, ისევ იგრძნობა 315 ცხენის ზალა. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრია, მით უმეტეს თანამედროვე ავტომობილებს თუ შევხედავთ, თუმცა ამ ძველ ძარაში სრულიად საკმარისია და ძალიან კარგად ატარებს ამ კუზაოს. საოცარი ემოციები მოაქვს ნამდვილად ამ მანქანას და შეუძლებელია უბრალოდ BMW-ს მოყვარული იყო და 34-ის M5 არ მოგწონდეს. დაკიდების სისტემა ამ მანქანას აქვს გაცილებით უფრო დახვეწილი, ვიდრე თამამად შემიძლია თქვა მის შემდეგ გამოსულ 39-ს, რადგან აქ გამოყენებული იყო თვით რეგულირებადი ამორტიზატორის სისტემა, რომელიც ასე ვთქვათ, ნელა სიარულის დროს, როცა აგრესიულად არ მართავ ავტომობილს, საკმაოდ რბილია და კომფორტით უზრუნველყოფს, ანუ გზნობ თავს ჩვეულებრივ 34-ში, ისეთში როგორიც არის ჩვეულებრივი სტანდარტული 34-ები, არა ემი. თუმცა როგორც კი აგრესიულად იწყებ მართვას, მაშინვე მანქანა იცვლის ხასიათს, კუზა უფრო მყარი ხდება, კარგად დგას მოსახვევებში, რაც მაშინდელი დროისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან გასაკვირი იყო. ძალიან ბევრი ნიუანსია 34-ში, კონკრეტულად ამ ზარაში, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ავტომობილი ცალკე ვიდეოს იმსახურებს. ვეცდები, რომ ამ ავტომობილს ისევ დავუბრუნდეთ და შემდეგ ვიდეოებში ისევ შემოგთავაზოთ, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ M5-ები ვერ ვიტყვი, რომ ტრეკის მანქანებია. იმიტომ რომ ამ ავტომობილებს ყიდულობენ ძირითადად ქალაქში, ქალაქგარეთ განსაადგილებლად, შორუზებზე და ასე შემდეგ. თუმცა ტრეკზე სიარულიც, რა თქმა უნდა, თამამად შეიძლება ამ ავტომობილებით. მაგრამ როგორც ასეთი
4 კარიანი სედანია კომფორტული, რომელთაც შეგიძლია ბავშვის სკოლაში ატარო. ფორმებს რაც შეეხება, თითქოს არ არის დიდი, ვიზუალურად თითქოს შეიძლება ერთი შეხედვით დიდი ჩანდეს, თუმცა საერთოდ არ არის ეგრე. თუმცა წონა მანქანას აქვს 1750 კილოგრამი, რა თქმა უნდა დამოკიდებული არის ოფციებზე, რა ოფციებით იყო მანქანა და ასე შემდეგ. უბრალოდ მაღალა ბრუნებზე მღერის ეს ძრავი, აი საოცრად მღერის და იმართება. ყოველთვის მაინტერესებდა სხვათა შორის თუ რატომ არ გამოუშვა BMW M5 34-ის ზარით 8 ცილინდრით BMW. როცა ყავს შეულებრივ მოდელებში, რეგულარულ მოდელებში 34-ები 8 ცილინდრიანი ძრავით, მაგრამ M5 რადგანაც 6 ცილინდრიანი ძრავით გადაწყვიტეს. კი, მართალია რომ ეს ძრავი გაცილებით უფრო სპორტული ძრავია, მაღალზე ბრუნავს და ესე ვთქვათ, მაღლებზე აქვს სიმძლავრე და სამართავადაც ტრეკზე წონის გადანაწილების ხრივაც რა თქმა უნდა 6 ცილინდრი უკეთესია. თუმცა ფიქრობ რომ დაბალ ბრუნებზე ცოტა თორკი აკლია. აი დრიფტშიც ძალიან საუცხოო სამართავია ეს მანქანა რა. ძალიან მომყოლია დრო იმისთვის რომ გააკონტროლო მანქანა საჭესთან თავისუფლად იგრძნო თავი. რა თქმა უნდა გააქვს, იმიტომ რომ გზელი ბაზა აქვს ავტომობილს და წონა საკმაოდ დიდია. შესაბამისად ნელა ხდება ყველაფერი შენელებულად და ასე ვთქვათ, მოქმედებისთვის დრო ყოველთვის გაქვს. სალონის მატერიალებს რაც შეეხება, ეს სავარძლები, რომელიც ნახევრად ვიტყვი რომ თითქმის სპორტულ სავარძლებს ძალიან გავს, იმიტომ რომ გვერდებში აქვს ფარდაჭერა და ძალიან კარგად გიჭერს მოსახოვებში. ეს საჭეც, რა თქმა უნდა, ემის საჭე ყოველთვის განსაკუთრებულია, ჩვეულებრივი მოდელებისგან განსხვავებით და ხელში ძალიან კარგად ზის, ცოტა მედიდება, ცოტა ვიტყვი რომ დიდია, თუმცა ძველ მანქანებს ყოველთვის დიდი საჭეები ჰქონდათ და ასე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს მაშინ, ალბათ, არ ვიცი ზუსტად ვერ გეთანხმებით, ვერ გეტყვით, თუმცა თანამედროვე მანქანებს შედარებით მცირე ზომის საჭეები აქვს და ძალიან მომწონს მცირე ზომის საჭეები. არანაირი უსაფრთხოების სისტემები აქ არ გვაქვს, არავით არის ტრექშენ კონტროლი, მოცურება და ასე შემდეგ. ხოლოდ შენ ეს ლეგენდარული ძრავი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ბლოკირებული ხიდი ხარ. ყოველდღიურ გამოყენებაში ეს ავტომობილი იქნება რა თქმა უნდა კომფორტული. ეხლა ამ კონკრეტულ ავტომობილს შეცვლილი აქვს გამონაბოლქვის სისტემა, გამშვების სისტემა და შედარებით დიდი ხმა აქვს და ვიტყოდი რომ ცოტა შემაწუხებელი შეიძლება იყოს შუგზაზე გადაადგილების დროს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ძალიან კარგი ხმა აქვს, აი ულამაზესი, აი ძალიან დახვეწილი ხმა აქვს და ძალიან სიამოვნებს რა თქმა უნდა S38-ის მოსმენა ამ გამშვების სისტემით. აი ძველ მანქანებს თავისი ხიბლი აქვს რა, აი გრძნობ თითოეულ საბურავს, სად მიდის, რას აკეთებს. თითქოს გაერთიანებული ხარ ძარასთან და ზუსტად გრძნობ თუ რას აპირებს, როგორ მოიქცევა, სად მოცურდება, სად შეიძლება მოწყდეს, სად შეიძლება გასწორდეს, აი ზუსტად იგრძნობა ეს ყველაფერი. თანამედროვე მანქანებში სამწუხაროდ ეს ყველაფერი დაკარგულია, თუმცა თანამედროვე მანქანებზე ოდნავ მოგვიანებით, როცა გადავждებით ახალი მოდელის M5-ში. გიოს უდიდესი მადლობა რომ ეს ავტომობილი გვანდო და დაგვითმო. ლაშანსაც ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ვთქვათ გვერდში გვიდგას და ხარს უჭერს ჩვენს ვიდეოებს და აუცილებლად მოუბრუნდები 34-ს, იმიტომ რომ ერთი სიამოვნება ამ მანქანის მართვა. სულტყუილად არ ამბობენ BMW-ს მოყვარულები რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო BMW რაც შექმნილა. ნამდვილად ვეთანხმები მაგ მოსაზრებას. გადავინაცვლოთ უკვე 39-ში და ვნახოთ 39 რას გვთავაზობდა თავის დროზე. გადმოვინაცვლოთ უკვე 39-ში, აქ ყველაფერი უკვე შეიცვალა, გაცილებით უფრო სხვანაირია ეს ავტომობილი ვიდრე 34. ძრავიც უკვე გვაქვს 8 ცილინდრიანი, 6 შქარიანი მექანიკათა გადაცემათი კოლოფი გვაქვს და 400 ცხენის ზალა გვაქვს ამჯერად. ნახოთ როგორი იქნება 39, რა ემოციებს მოგვანიჭებს. ხო, აი 8 ცილინდრის თორკი უკვე იგრძნობა დაბალ ბრუნებზეც, ძალიან თავისუფლად უმკლავდება წონას ავტომობილი, წონას რაც შეეხება, ეს ავტომობილი ოდნავ უფრო მძიმეა ვიდრე 34 და ახლობებით იწონის 1800 კილოგრამს, დამოკიდებულია რა თქმა უნდა ოფციებზე და შესაბამისად ძალიან კარგად გრძნობს თავს ეს ძრავი ამ კუზაოში, იმიტომ რომ აი თორკი გვაქვს დაბალ ბრუნებზე და ძალიან თამამად მიდის ავტომობილი, არ ჭირდება ზედმეტი ძალის ხმევა, ასე ვთქვათ, რომ წავიდეს. შესაბამისად კარგია და სიამოვნებს ყოველდღიურად უფრო კომფორტული იქნება რა თქმა უნდა ვერვა ვიდრე 6 ცილინდრი რომელიც 34-შია. თუმცა კომფორტს ვინ აქცევს ყურადღებას, როდესაც M-ებზე ვსაუბრობთ. ამიტომ დავაჭიროთ Sport Gilux, გავთიშოთ მოცურება და მივიღოთ ის M-ის გამოცდილება, რომელსაც ვთავაზობს 39. სიმძლავრის დიაპაზონი აქ ყველგან არ მთავრდება. მაღალ ბრუნებზეც ისე მიდის, როგორც დაბალ ბრუნებზე. სიმძლავრი აქ სრულად საკმარისი. დრიფტი არ გვინდა, არ ვართ ტრეკზე.
თუმცა ეს მანქანა სულ ცდილობს რომ მოცურდეს. თითქოს ცოტა ხმა მაკლია, საკმაოდ დაბალი ჟღერადობა აქვს ქარხნულ გამშვებს 39 M5-ზე, თითქოს მაკლია ცოტა ხმა. დიდი სიამოვნებით ვივლიდი ყოველდღურად ამ ავტომობილით რა, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. სალონზე რო გადმოვიდეთ, ასე ვთქვათ, საჭე შეცვლილი აქვს ხა, აშკარად ამ ავტომობილის ქარხნული საჭე ეს არ არის და სიმართლე რო გითხრათ, დიდად არ მომწონს და დარწმუნებული ვარ, მე პატრონე ამ მანქანის გიო ქვია, მასაც გიო ძალიან დიდი მადლობა მანქანის ნდობისთვის, სხვადასხვა SS და S60-ის გიოსია და დარწმუნებული ვარ, რომ გიო შეცვლის ამ საწეს და ქარხნულს დააყენებს, იმიტომ რომ რაღაც კარგად არზის ხელში. სხვა დანარჩენი, სავარძლები, მატერიალები, რიჩაგი, სიჩქარის გადამთვალი რიჩაგი რა თქმა უნდა რომ ძალიან კარგად არის შესრულებული, სავარძლებით ძალიან კომფორტულია, აი ძალიან რბილიც არის, მაგრამ ავადროულად სპორტული ხასიათიც აქვს. ვერვა მაინც ვერვაა რა. ვერვას აქვს თავისი ხიბლი. აი მესამე სიჩქარეშიც, მეორე სიჩქარეშიც, მეოთხე სიჩქარეშიც სულ ცდილობს რომ მოცურდეს. ამ მანქანით დრიფტი იქნება ძალიან მარტივი ვფიქრობ. სიჩქარეს საერთოდ არ იტყობს, დაკიდების სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. ცოტა ხმა მაკლია. მეტი ხმა კარგი იქნებოდა. თუმცა ძალიან კარგად დგას მოსახვევებში, ძარას ასე ვთქვათ, გადახრა არა აქვს, კარგად იგრძნობა. რომ შევადაროთ 34-ს, ვფიქრობ რომ 34-ში უფრო კარგად იგრძნობა ემოციები. უფრო სწორად მოაქვს ემოცია მძღოლამდე და მძღოლი თითქოს გაერთიანებულია მანქანასთან. იმას არ ვამბობ რომ 39-ის M5 ესე ვთქვათ, ნაკლებად შეკრული არის, ესე ვთქვათ, ვერ გრძნობ მანქანასთან გაერთიანებას, თუმცა სავალი ნაწილი მეტად უფრო გათვლილია კომფორტზე, ვფიქრობ, ვიდრე სპორტულობაზე. 34-ში თითქოს ეს ყველაფერი ცოტა მეტად უფრო სპორტულობისკენ მიდიოდა. მაგრამ როგორი კომფორტულია, როგორი ჩუმია, მშვიდია, გაწონასწორებულია. სულტყვილად არ ამბობენ, მე მგონი რომ 39-ის M5 არის საუკეთესო M5-ო. არ ვიცი. აი ყველა M5-ით რო გავივლი, მე უფრო გაგცემთ მაგაზე პასუხს. თუმცა ერთი შეხედვით 39-ის M5 ძალიან მომწონს. აი ძალიან. დაბალანსებული ძარა აქვს. რა თქმა უნდა, უკან ბლოკირებული ხიდი. აჩქარებაც ძალიან კარგი აქვს, სიმძლავრის დიაპაზონი აქვს, ესე ვთქვათ, მთელი 7000 ბრუნამდე ეს 8 ცილინდრი გაძლევს სიმძლავრეს და ძალიან თანაბრად მოდის, რა თქმა უნდა, ეს სიმძლავრეც. ცოცხალი უკანა მხარე, ეგ მინდა აღვნიშნო, რომ ანუ ძალიან ცურავს უკანა მხარე. შეიძლება პირობები არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეხა შესაბამისი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ცოცხალი უკანა მხარე აქვს 39-ს და ყოველთვის ცდილობს რომ მოცურდეს. რაც ერთი შეხედვით კარგია, იმიტომ რომ ძალიან სახალისოა ხოლმე ასეთი მანქანების მართვა. მით უმეტეს ეს არის ავტომობილი, რომელთაც შეგიძლია შენი შვილი სკოლაში გადაარო. ალბათ aftermarket გამშვებს დავაყენებდი ამ მანქანაზე, რომ უფრო მეტად მე სიამოვნა, ესე ვთქვათ, სიამოვნება მიმეღო მისი 8 ცილინდრით. თუმცა ქარხნულიც ძალიან მომწონს, დახვეწილი ხმა აქვს, დაბალი, მაგრამ აი რაღაცა თითქოს აი 5-ში რო ვარ, ეგ თითქოს არ იგრძნობა რა, რომ იმდენად დაბალი ხმა აქვს. ხმის იზოლაცია ძალიან კარგია გამოდოვლის. მოდი შუშას ჩამოვწევ, იქნება და გარედან აქვს დიდი ხმა და მე არ მესმის უბრალოდ. მაგრამ გარედანაც საკმაოდ ჩუმია. კაი, ხმას რო დავანებოთ, კოლოფი 6 ჩქარიანი, რომელიც იდეალურად მუშაობს, რა თქმა უნდა. ბლოკირებული ხიდი, 8 ცილინდრი წინ. რაც შეეხება სპორტ გილაქს, რომელიც გვაქვს 39-ში, ესე ვთქვათ, გაზის პედალი ხდება უფრო გრძნობიარე და ეგრევე უფრო სხარტად იგებს, ბრუნებს, ძრავი. შესაბამისად, ეგ არის მქონი სხვაობა, სხვა ესეთი სხვაობა ვერ ვიგრძენი. დაკიდების სისტემას რაც შეეხება, ჩვეულებრივ სტანდარტულ დაკიდების სისტემაზეა, ესე ვთქვათ, ამორტიზატორებზე და პრუჟინებზე, არა გვაქვს აქ რეგულირება ან რამე ეგეთი ტექნოლოგიები გამოყენებული. თუმცა ძალიან კარგად გრძნობს თავს. ძალიან კომფორტულია ამავდროულად, მაგრამ მოსახვევებში ძალიან სტაბილური. ნურბურგრინგზე ამ მანქანის დრო, როგორც მახსოვს, იყო 8 წუთი და 20 წამი, რაც ძალიან კარგი შედეგია მაშინდელი დროისთვის, იმიტომ რომ ამ მანქანას წონაც არ აქვს ცოტა და ვერვა მაინც სხვა არის რა. აი 6 ცილინდრიანი ძრავები ყველას მოგწონს, ეს სპორტული ძრავები, ძალიან კარგია რა თქმა უნდა ეს სპორტული ხასიათი, თუმცა 8 ცილინდრის თავისი მუღამი აქვს, მაგრამ ეს არ არის ისეთი 8 ცილინდრი, როგორც ამერიკულ მანქანებში დგას, ხო, როხროხა და რაღაცა აი ესე რომ მუშაობს არასტაბილურად. ეს არის გერმანული სიზუსტით აწყობილი ვერვა, რომელიც გაზზე დაჭერისთანავე გაძლევს ემოციას და ხვდები, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ძრავი. ეს არ არის ჩვეულებრივი ვერვა. ძალიან მხიარული უკანა მხარი აქვს და ამ მანქანითაც შეგიძლია ძალიან მარტივად ისრიალო, სიამოვნება მიიღო მოსახვევებში, სერპანტინებზე ან ტრეკზე. ყოველდღიურად ეს მანქანა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ 34-ის მირჩევნია, იმიტომ რომ
დაბალ ბრუნებზე ძალიან კარგი თორქი აქვს, დიდი თორქი აქვს და ძალიან კარგად იმართება, ესე ვთქვათ, სიმძლავრის დიაპაზონი, რა თქმა უნდა, მთელი ბრუნების განმავლობაში გაზრდებს, თუმცა დაბალ ბრუნებზე საკმარისი სიმძლავრი აქვს იმისთვის, რომ ეს ტონა 800-იანი მეხუთე სერიის ზარა, ესე თავისუფლად უბრალოდ გაფრინდეს. ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, თანამედროვე BMW-ებში გამოყენებული არის ეს ნაპას ტყავი და რაღაცა ნაზი ტყავებს რო იყენებენ რა. აქ არის ყველაფერი თითქოს უხეშია. ის სავარძელსაც რო ეხები, თუნდაც აი ამ გვერდზე შეკერილ აბიბრებს, აი ამ წინ ტორპედოს, აი ტყავი არის უხეში, რა, ნამდვილი ტყავი არის, აი გამოყენებული, თითქოს აი რაღაც ახალად აკლეს ზროხა და იმენა კარგად არც ესე ვთქვათ დაუმუშავებია ეგ ტყავი და პირდაპირ გადააკლეს რა, აი რაღაცა მამაკაცური ის არის რა, ტყავი რო ეხები ყველაფერს და ეგ ძალიან კაია რა, იმიტომ რომ M5-ია და ეგეთი უნდა იყოს რა, რაღაც მამაკაცური შთაბეჭდილებას ტოვებს ეს მანქანა. სიმართლე რო გითხრათ, როგორი წარმომიდგენია იდეალური მანქანა, სედანი, ну სედანი უნდა იყოს აუცილებლად ალბათ და უნდა იყოს 8 ცილინდრით, მექანიკა, ბლოკირებული ხიდით, კარგი სამართავი, გარედანაც კაცურად უნდა გამოიყურებოდეს და ამ ყველაფერს რო ვაერთიანებ, მივდივარ 39-ის M5-თან. მანქანის გაგზავნა რო გინდოდეს კოსმოსში, ალბათ 39-ის M5-ს გავუშვებთ. სტანდარტული მანქანა, აი კაცობრიობამ როგორი შექმნა ავტომობილი, ხო? აი 39-ის M5 იქნებოდა მაგისთვის იდეალური გავუშვებდი კოსმოსში. უხრუჭებს რაც შეეხება კარგად მუშაობს მუხრუჭებიც, თავდაჯერებულად, რაც მთავარია, პედალით ძალიან კარგად დგას და ესე ვთქვათ, არ გეშინია იმის, რომ რაღაცა ცოტა ადრე დავიწყოთ ამ მუხრუჭება, იმიტომ რომ კარგად მუშაობს მუხრუჭების სისტემაც. მოკლედ, ამ წლებში ძალიან კარგად იცოდნენ გერმანელებმა როგორ აეწყოთ მანქანები. აი ზუსტად იცოდნენ რა უნდათ მომხმარებლებს და ზრუნავდნენ იმაზე, რომ ყოფილიყო ავტომობილი ხარისხიანი ემოცია მოეტანა მძღოლისთვის და სიამოვნება მიენიჭებია და რა თქმა უნდა გამძლე. საკმარისია დაждდეთ ამ მანქანაზე, გაიაროთ, თუნდაც 5 კილომეტრი და მიხვდებით, რომ ეს ავტომობილი არის ერთ-ერთი საუკეთესო BMW. ამხელა ტონა 800-იანი სედანია და ძალიან თავისუფლად ყლაპავს მოსახელებს. თითქოს არაფერი, სიჩქარესაც არ ითხოვს, იმიტომ რომ მასიურია, ცოტა მაღლა ვართ 34-თან შედარებით, მაღალია. სიჩქარეს საერთოდ არ ითხოვს, ვერ გზნობ სიჩქარეს. ეს იმის დამსახურებაა, რომ დაკიდების სისტემა, მუხრუჭები, საჭის მექანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ გათამამებს. ასე ვთქვათ, კონტროლირებადია ეს ყველაფერი, თამამი ხარ მანქანასთან და შესაბამისად აჭერ გას და იღებს სიამოვნებას. არ ვიცი, რომელი უფრო მომწონს 34 თუ 39, იმიტომ რომ აქედანაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ რა. გადმოვინაცვლეთ უკვე S60-ის M5-ში. გიორგი სულავას რო ვკითხოთ, ეს არის მისი საყვარელი BMW. მაგრამ აი დაზვრისთანავე და გატარებისთანავე პირველივე კითხვა რაც მაქვს გიოსთან, ეგ არის რომ აი ამ კოლოფით რო არის ავტომობილი, როგორ არის შენი საყვარელი BMW, იმიტომ რომ თითქოს ძალიან ნელია. V10 მუხრუჭები საოცარი. ცოტა უნდა გავიარო ამ მანქანით, რომ მივხვდე რაზე მოგიყვეთ. ოკეი, ყველაფერი გასაგებია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიმყოფები სუპერქარში, 10 ცილინდრიანი ძრავით. უბრალოდ ეს არის სუპერქარი, რომლითაც შეგიძლია ოჯახი ატარო. 4 კარიანია, გარედან შეხედავ თითქოს ჩვეულებრივი S60-ია. მაგრამ როგორ? ანუ ამხელა ძრავი, როგორ მოათავს ეს აქ და თან ასეთი კარგი სამართავი როგორ გახადეს? აი მოსახვევებს უბრალოდ ჭამს. უხრუჭები აქვს საოცარი, აი დადებული არ მაქვს პედალზე, ეგრევე ჩერდება. აი ეს გარტყმა, ეს SMG-ის გარტყმა. იმდენად რაღაც განსხვავებულში მოვხდი, მით უმეტეს 39-ის შემდეგ. გაცილებით სხვა მანქანა არის ეს, ანუ ვერ იტყვი რომ ამის, ანუ 39-ის შემდეგ ეს გამოვიდა, ესე განვითარდა და გადახდა BMW, ამხელა ნახტომი გააკეთა, აი ძალიან მიგვირს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის 4 კარგიანი სუპერქარი, იმიტომ რომ ესეთი მართვადობა როგორ მიიღეს 4 კარგიანი სედანისგან, მით უმეტეს რომ ამხელა ძრავია მოთავსებული, 10 ცილინდრიანი, ამხელა წონა აქვს.
წონას რაც შეეხება, მხოლოდ 50-60 კილოგრამით უფრო მეც იწონის ეს ავტომობილი, ვიდრე 39. და მიუხედავად მაგისა, გაცილებით მსუბუქ ავტომობილში ვზნობ თავს, ვიდრე არის 39. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც იდეალურ მდგომარეობაშია და ქარხნულია თავიდან ბოლომდე, ერთადერთი თუ არ ჩავსვლით დისკებს, რომელიც შეცვლილია. თუმცა გიოს უნდა რომ ისევ ქარხნულ დისკებზე დააბრუნოს ეს ავტომობილი. გარბენი აქვს 134,000 კილომეტრი, რაც ძალიან ცოტაა და ძალიან კარგად ხსნობს ავტომობილი თავს. საჭის მექანიზმი აქვს საოცრად დახვეწილი. აი საოცრად. ყველაფერი იგრძნობა, აი ზუსტია, ძალიან ზუსტია. უფრო დახვეწილია ვიდრე 39, რა თქმა უნდა. ცხვირი ისე იმართება, თითქოს მიატავს მართავდე. ანუ მიატები გადაყებული ყავს დიდ გორზე და აი ცხვირი ზუსტად ისე იმართება, თითქოს მიატაში ვიждდე. საერთოდ არ იგრძნობა, რომ დიდ მანქანაში ვარ და მასიურში და მძიმეში. არ ვიცი, BMW Bravo როგორ მოახერხა ესეთი რაღაცა თან მაშინ. მე მგონი რომ ეს ის პერიოდი იყო, როცა ავტომწარმოებლები ზრუნავდნენ იმაზე, რომ ესე ვთქვათ, მაქსიმალური ტექნოლოგიები გამოეყენებინათ ავტომობილებისთვის. ეჩვენებინათ თუ რისი კეთება შეუძლიათ და ზუსტად მაგ პერიოდში შექმნეს S60. ამის შემდეგ უკვე მოდის რეგულაციები, გამონაბოლქვზე, უსაფრთხოების სისტემები და ასე შემდეგ. მაგიტომაც ამის შემდეგ უკვე გამოსული M5-ები არ გამივლია ჯერ, ნახავ როგორ იმართებიან, რა თქმა უნდა. თუმცა ტურბინიანი ძრავებით არის უკვე ამის შემდეგ გამოსული M5-ები და ის ემოცია, რაც ამ აი V10-ს აქვს. საოცარი სამართავი ავტომობილია, საოცარი. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის დრიფტიც ძალიან მარტივი იქნება, იმიტომ რომ დიდია, გრძელია, წონას დიდი აქვს, სიმძლავრე აქვს საკმარისი მეტი, 500 ცხენის ძალა ძალიან ბევრია, მით უმეტეს ატმოსფერული ძრავისგან და შესაბამისად სამართავართ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია. გეთანხმები გიო ნამდვილად იმაში, რომ ეს მანქანა ყველაზე მეტად მოგწონს და ყველაზე მეტად გიყვარს BMW-ებში. გიორგი სულავას მიმართავ ამჯერად. მსგავსი ემოცია მე არც ერთი სედანისგან არ მიმიღია. და იშვიათად შეუძლიათ სპორტულ მანქანებს ესეთი ემოცია მოგანიჭოთ. ეს არის თამამად შემიძლია ვთქვა, სუპერკარი, უბრალოდ 4-კარიანი. ქარხნულ გამშვებზია ეს მანქანა, როდესაც გამშვებს უცვლიან ამ მანქანას არა ამ ქვეყნიურ ხმას იღებს, აი არა ამ ქვეყნიურს, ჯოჯოხეთიდან გამოქცეულს გავს ხოლმე S60 როცა მოდის გაზგაყრილი, იმიტომ რომ 10 ცილინდრიანი ძრავია და ეს ძრავი აღარ განმეორდება მომავალში. უბრალოდ აღარ განმეორდება, შეუძლებელია თანამედროვე რეგულაციებიდან გამომდინარე, მსგავსი ძრავები რა თქმა უნდა სამწუხაროა და აღარ იქმნება და იმედი მაქვს, იმედს ვიტოვებ, რომ დროებითია ეს ყველაფერი, აჟიოტაჟი, დაბინძურებაზე და ასე შემდეგ და მაინც კაცობრიობა გადაინაცვლებს იქეთკენ გამოუშვან ასეთი საკულტო მოდელები. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცილებით უფრო მაგარი ავტომობილების აწყობა შეიძლება, ვიდრე მაშინ იწყებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ავტომობილი არის მაშინ აწყობილი, როდესაც Mercedes-ი, BMW, არა მნიშვნელობა, Audi, ნებისმიერი ბრენდი ამაყობდა იმით, რომ აი ნახე, ჩვენ რას ვაწყობთ, რა შეგვიძლია, რისი აწყობა შეგვიძლია და აი ზუსტად ეგეთი არის S60-ის M5. BMW-მ ამ მოდელში ჩადო აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეეძლო, მისი ტექნოლოგიები, გუნდი დაიქირავა, რომელიც მუშაობდა იმაზე, რომ ამ ავტომობილისგან მიიღო მძღოლს უკიდეგანო სიამოვნება, გამოეყენებინა ყოველდღიურად. თუმცა ეს კოლოფი რატო შექმნეს ეს კოლოფი საერთოდ? აი, ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ SMG პირველად 36-ის M3-ში გამოიყენეს და შემდეგ უკვე მოთავსდა შემდეგ მოდელებში, მათ შორის S60-შიც. თუმცა S60-ს რომ ყიდულობდე, ან გადავაკეთებდი ახალ თაობის 8HP კოლოფზე და სხვადასხვა ბიჭებს ყავთ ეგეთი S60-ები და ეგ იქნება ალბათ იდეალური სედანი, მაგაზე მაგარი რომ მეტი არ შეიძლება რომ ყავდეს BMW. ან მექანიკას შევიძენდი აუცილებლად რა, იმიტომ რომ SMG ცოტა ამ ემოციას, ესე ვთქვათ, აქვეითებს ამ სიამოვნებას რა, გადართვის მომენტში. მაღალ ბრუნებზე კი სწრაფად თავს გარტყმევინებს, რაღაც უხეშია უგრიდან ურო ხვდება თავში და რაღაცა, თუმცა რატომ? ანუ რატომ უნდა მივიყავდეს ვიღაცა ჩაქურც უგნიდან, ხო? არაფერში არ ვშირდება ეგ. პირიქით, ანუ ეს V10 რაც ვანიჭებს სიამოვნებას და სიმძლავრე მოაქვს მაღალ ბრუნებზე განსაკუთრებით, მინდა რომ გრძელდებოდეს მთელ დიაპაზონში, აჩქარების მომენტში, გადართვის მომენტში და SMG თითქოს მაგ ყველაფერს აფუჭებს. სტრატეგიათი სურვილიც არ არის ახლა ჩემი ვიდეოდან დასვლას პანამაის ნუ გამოიტანთ, რომ SMG ძალიან ბანძია. თუმცა მე პირადად მიჩვენია, რომ იყოს ეს 8HP კოლოფით, დავაყენებდი ადაპტერს და დავაყენებდი 8HP-ს, ან შევიძენდი მექანიკას. სალონს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო თანამედროვეა
ვიდრე 39-ის სალონი. აქაც რა თქმა უნდა ისევ ესეთი უხეში და კარგი ტყავი გვაქვს გამოყენებული, სავარძლები ძალიან კომფორტულია, დაბერვის ფუნქციაც აქვს და მოსახვევებში როგორც კი მარცხნივ უხვევთ მარჯვენა მხარეს იბერება, ესე ვთქვათ გიჭერს. და სულაშორის ძალიან ხარტად და კარგად მუშაობს და ზუსტად მუშაობს. აღფრთოვანებული დავრჩი მოკლედ S60-ის M5-ით. არ მეგონა ნამდვილად თუ ასეთი მაგარი მანქანა იყო ეს. გადავინოსოთ უკვე F90-ში. და ვნახოთ F90 რას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, უკვე ეს თანამედროვე ავტომობილია და ბევრად უფრო კომფორტულია, როგორც სალონი. დომის პოზიციაც, საჭიასაც უფრო კარგად ირგებ, ხედველობაც ძალიან კარგი გაქვს. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს ძალიან დიდი სიმძლავრე. ძალიან კარგი გადაცემათა კოლოფი, ისეთი როგორც უნდა იყოს M5-ში ნამდვილად. იდეალურად მუშაობს, იდეალურად იშიფტება. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს 4x4 სისტემა, X-Drive, თუმცა ღილაკს ერთ თითის დაჭერით შეგვიძლია ეს ავტომობილი გავხადოთ უკანა წამყვანი. მივიღოთ ის სიამოვნება, რასაც ვიღებთ ხოლმე უკანა წამყვანი ავტომობილებით. ეს ავტომობილი არის თითქმის ახალი, იმიტომ რომ 13000 კილომეტრი აქვს გარბენი, ძალიან ცოტა. შესაბამისად, მაქსიმალურად მივიღებთ ახლის ემოციას, ახალი მანქანის ემოციას. ოკეი, კაი, დავიძარით, წავედით. მას გვიჩამ რომ ჩაწერა ვიდეო, რომ კოლოფიო ძალიან ნელი აქვს, აი. საერთოდ არ აქვს ნელი. საიდან მოიტანე? ცოტას გავივლი რომ მივხვდე და რასთან მაქვს საქმე? ანუ იმხელა სიმძლავრე აქვს ავტომობილის, რომ 4-ვე საბურავით ცურავს. როგორ ახერხებენ, რომ ამხელა წონის ავტომობილებს ასე მართავენ? BMW რას აკეთებ ეგეთს? საოცრად იმართება. საჭის მექანიზმი რა თქმა უნდა ძალიან დახვეწილი აქვს. ნაკლები ბრუნი ჭირდება საჭეს, რომ ასე ვთქვათ, მანქანა მიმართო იქეთკენ, საითაც გინდა. ძალიან ზუსტად იმართება. ვერ ვიტყვი რომ დიდ წონა, ანუ დიდ წონას გზნობ ავტომობილში, წონაზე უნდა აღვნიშნო ერთი რაღაც. ყველამ კარგად იცით F10-ის M5, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ გვაქვს გადაღებაზე, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არის X-Drive და 4x4-ზე, მაგის მიუხედავად 50 კილოგრამით უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე F10-ის M5, რომელიც მხოლოდ უკანა წამყვანია. ყოჩახ BMW-ს ინჟინრებს, რომ X-Drive-ის დიდი ძრავის მიუხედავად, რომელიც კიდევ 2 ტურბინით არის აღჭურვილი, მაინც მოახერხეს ის, რომ წონა შეამცირებს ავტომობილზე, მაგრამ ეს შექება ცოტა ხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ ახალი G-Series B5 სერია არის უბრალოდ უზარმაზარი და ძალიან ბევრს იწონის. 2500 კილოგრამია. ნახევარი ტონით უფრო მძიმეა ვიდრე ეს ავტომობილი. საით მიექანები BMW, რას აპირებ? ანუ აი აქედან იქამდე როგორ მიხვედი? საჭის მექანიზმი აქვს საოცრად ზუსტი, აი ძალიან დახვეწილია. რა თქმა უნდა 4x4-ზე რო არის ეს ავტომობილი აჩქარებაზეც ეთყობა. სიმძლავრე იმხელა აქვს, რომ 4-ვე საბურავით მოსახვევში შეუძლია რომ გამოვიდეს დრიფტით, აჩქარდეს. რა თქმა უნდა ეხა არ ვიყოფებით შესაბამის გზაზე და შესაბამის საფარზე, თუმცა ეს ამანქანა შეუძლია. და უკანა წამყვანის შემთხვევაში თუ დააჭერთ M1-ს, რა თქმა უნდა შეიძლება ის რეალურად შეუძლებელად ისე როგორც კლასიკურ BMW-ს შეეფერება. აი ნახეთ, 4x4 სისტემა მაქვს ჩართული და მაინც ცურავს. აი ეს შეშვება ასფალტზე, ჭამს ასფალტს და ჩქარდება. ამ მანქანის მონაცემები ალბათ ყველამ კარგად იცით, დრაგზე როგორ დადის, 0-დან 100-მდე როგორ ჩქარდება და ასე და ასე შემდეგ. თუმცა ეგ მონაცემები მე პირადად დიდად არ მაინტერესებს ხოლმე. მთავარი არის ჩემთვის მანქანისგან რა ემოციას ვიღებ. ხმაც ძალიან კარგი აქვს ამ მანქანას, არ არის შემაწუხებელი, დაბალანსებული ხმა აქვს. რიგზე ალბათ ეს ავტომობილი წონას შეიტყობს, თუმცა აი ეს სერპანტინებზე და ყოველდღიურ მოძრაობაში საერთოდ არ იწყობს წონას. დავუბრუნდეთ დაკიდების სისტემას, რომელიც ვიტყვი რომ ხისტია. საინტერესო იქნებოდა ქართული დაკიდების სისტემით ამ მანქანის გადაღება, თუმცა ამ მანქანას ჩამოყვა ამერიკიდან დაბალი ზამბარები და ესე ვთქვათ იმ კომფორტს შედარებით უფრო კლავს, ვიდრე უნდა გქონდეს F90-ის M5-ს. კი მართალია X-Drive-ის სისტემა არის, თუმცა მართვის დროს, აგრესიულად მართვის დროს მაინც ისე იმართება, რომ თითქოს უკანა წამყვანია მანქანა. საჭის მექანიზმს რაც შეეხება ვერ ვიტყოდი, რომ ისეთი ზუსტია, როგორც S60-ის საჭის მექანიზმი. მოხვევის დროს თითქოს წონა იგრძნობა მაინც და წონა მეკაჩება. აი არ მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, ძალიან დახვეწილი მართვის უნარები აქვს ამ ავტომობილს, ანუ ძალიან კარგად უხვევს და ძალიან ესე ვთქვათ ზუსტი არის.
თუმცა არ არის ისეთი დახვეწილი როგორც S60-ში. თუ რამე გადამეტებით თქვი, შეგიძლია შემისწოროთ და გამიზიაროთ თქვენი აზრი. კოლოფი აქვს იდეალური. აი ეს კოლოფი როგორ მინდა რომ S60-ში იდგეს. აი ამ კოლოფით S60 იქნება საუკეთესო M5. მუხრუჭები ძალიან კარგი აქვს, თანამედროვე BMW-ებს, განსაკუთრებით M-ებს მუხრუჭები ძალიან კარგი აქვს და კარგად ჩერდებიან. სალონს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო დახვეწილია. თანამედროვე BMW-ა მაინც სავარძლებით გაცილებით უფრო ლამაზი მოყვანილობისა დიზაინზე ორი აზრი არ არსებობს, რომ F90 M5 დახვეწილია, თუმცა მაგ განხრით მგონი ძველ M5-ებს არ უნდა შევადაროთ F90. აქ უბრალოდ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ემოციებს გვანიჭებს F90-ის M5. დაკიდების სისტემა თითქოს დიდი დისკები აყენია ავტომობილზე და ეს ზედმეტი ვიბრაციები შემოაქვს. აი ეს საბეჭდებას მიტოვებს. ამავდროულად რბილიც არის, თუმცა ძალიან იგრძნობა დისკის მოჭიდება საფართან და თითქოს უხეშია მაგ მხრივ. ეს იმის დამსახურებაც არის, შეიძლება რომ ამანქანაზე დაბალი ზამბარები აყენია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქარხნულ ამორტიზატორებზე არასდროს არ უნდა დააყენოთ დაბალი ზამბარები. თუ დაბალ ზამბარებს აყენებთ, აუცილებლად უნდა დააყენოთ შესაბამისი ამორტიზატორი. მესმის რომ დაბალი პრუჟინების შემთხვევაში ავტომობილი დაბლა დგას და გაცილებით უფრო ლამაზია და კარგად გამოიყურება, თუმცა მართვის ხარისხს ამით ვაუარესებ და მე პირადად მსგავს რამეს არასდროს არ ვიზამ. თუ მინდა მანქანის დაწევა და ტრეკზე მორგება, რა თქმა უნდა გამოვიძერ შესაბამის ამორტიზატორებსაც, იმიტომ რომ ამორტიზატორებს უჭირავს ავტომობილი და არა პრუჟინებს. პრუჟინები უბრალოდ აკონტროლებს ამორტიზატორის სვლას და სიმაღლეს არეგულირებს. ეგ არის და ეგ თავარი არის სავალ ნაწილში ამორტიზატორია. ამორტიზატორზე დგას ავტომობილის წონა, ესე ვთქვათ და რა თქმა უნდა პრუჟინების ეხმარება ამ ყველაფერში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, მოკლედ იმის თქმა მინდა და როცა იცვლება მხოლოდ პრუჟინები, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიცვალოს ამორტიზატორებიც. მომწონს რა თქმა უნდა F90-ის M5, თუმცა ვამჯობინებდი S60-ის M5-ს. საბოლოო ვერდიქტს მე მგონი, როცა ყველას ერთად გავაჩერებ, მაშინ გეტყვით. აი ადგილიდან ისე ისტარტება, რომ თითქოს აი ვიღაცამ ესე დაგარტყა და გაგაგდო სადღაც. ეს რა თქმა უნდა 4x4 სისტემის დამსახურებაა და ამ მანქანას ადგილიდან აჩქარება აქვს უბრალოდ საოცარი და ვერანაირი S60, F10 და ძველი M5 ვერ მივა ამის აჩქარებასთან, რა თქმა უნდა. თუ თქვენ დრაგის ინტერესი გაქვთ და ესე ვთქვათ, კაიფობთ აჩქარებით, რა თქმა უნდა, F90 M5 არის საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ რომ არის X-Drive და თავის სიმძლავრეს ეგრევე ესე ვთქვათ, მიმართავს ასფალტზე და არანაირი დანაკარგი არ გაქვთ. რა საუკეთესოდ იმართება მაგ მხრივ, თუ დრაგის ინტერესი გაქვთ, F90 M5 არის ერთ-ერთი საუკეთესო რა, თუ გიყვართ დრაგაობა და ასე შემდეგ, მით უმეტეს რომ ტუნინგის პოტენციალიც აქვს ამანქანას უდიდესი და 1000 ცხენის ფარგლებში შეგიძლიათ აიყვანოთ ეს ავტომობილი. მაგ მხრივ საუკეთესოა უდაოდ. ყველა M5-ით ვიარე და ჩემი ემოციები მინდა გაგიზიაროთ ახლა. რაც შეეხება F90-ს, უდაოდ ყველაზე ჩქარია, ხო? ჯერი მარტო იმიტომ რომ X-Drive-ია 4x4-ზეა და ძალიან ესე ვთქვათ, კარგად გადასცემს თავის სიმძლავრეს ასფალტზე, ძალიან თავისუფლად ჩქარდება. მიუხედავად ამისა, მაინც აქ ცოტა ცანცარა ხასიათი წყდება, უყვარს ესე ვთქვათ, დრიფტი ამ გუზაოს და ძალიან მოწონს ეგ რა, იმიტომ რომ M5 ალბათ ეგეთი უნდა იყოს, რა ცოტა მხიარულიც უნდა იყოს, ამავდროულად ჩქარიც უნდა იყოს, სოლიდურიც უნდა იყოს და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე იყო S60, რომელიც არის თქვი კიდევაც ვიდეოში რომ სუპერკარი 4 კარიანი სუპერკარი, იმიტომ რომ ეს რავი არის მართლა ლეგენდარული და ძალიან სხვა ემოცია მოაქვს რა. სამართავაზად ზარა ისეა დამუშავებული, რომ სავალი ნაწილი ძალიან მაგრად იმართება რა, ძალიან გავს სუპერკარის მართვის გამოცდილებას და უბრალოდ გვაქვს 4 კარი და რო შეხედავ საერთოდ არ ძდება დიზაინში, ვერ იფიქრებ რომ ეს არის სუპერკარი. რაც შეეხება 39-ს ყველაზე გემრიელი მანქანა, რასაც ქვია. ყოველდღიურად ალბათ ძალიან კარგად გამოიყენება ავტომობილს. ძალიან კომფორტულია, ამავდროულად თორქიც საკმაოდ დიდი აქვს დაბალ ბრუნებზე და ძალიან თავისუფლად ჩქარდება. და რა თქმა უნდა, ჩვენი ლეგენდარული 34, რომელსაც ზედმეტი საუბარი არ სჭირდება, მე მგონი ყველას ძალიან გვიყვარს ეს მოდელი და მისი სპორტული ძრავი, მისი სპორტული ხასიათი ნამდვილად აღსანიშნავია, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობს თავს მოსახვევებში და თავისი ხიბლი აქვს, ისეთი სტილი აქვს ამ ავტომობილის, რომელიც არც ერთ M5-ში არ მეორდება. განსხვავებულია ყველასგან და ყველაზე დასაფასებელია. და მთავარი კითხვა, რომელს ავიღებდი ალბათ, რომ მინდოდეს ერთი M5 ჩემი გარაჟისთვის. რა თქმა უნდა, 34-ის M5 ლეგენდაა, ძალიან მაგარი მანქანაა, თუმცა იმ ერთ ადგილს ალბათ არ შეასევდა.
თუ მინდა ანუ ავტომობილი ყოველდღურად გამოვიყენა და ყოველდღურად ვივლიდე, ეს იქნებოდა უდაოდ 39-ის M5, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია, სიმძლავრეც აქვს, შეგიძლია სპორტულადაც გამოიყენო, ის რეალო კიდევაც და ტრეკზეც იარო. რაც შეეხება S60, ეგ არის სუპერკარი. არ დავიშურებ ამ სიტყვას ამ ავტომობილისთვის, იმიტომ რომ მართლა სუპერკარებით იმართება, მაგრამ ყოველდღიურად კომფორტული რამდენად იქნებოდა, ალბათ არ იქნებოდა კომფორტული. ჩემი აზრით, თქვენს გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ S60-ზე? F90 აერთიანებს ამ ყველა თვისებას ერთად, ყველა აქ ცოტ-ცოტა ასე თქვათ და ყველა თვისებას იყენებს. თანამედროვე ძალიან ჩქარია. ახალი წარი ყველაფერთან ერთად და რა თქმა უნდა კომფორტულია. ჩემი არჩევანი რომ იყოს, მაინც ალბათ S60-ს ავიღებდი. მაგრამ S60 იქნებოდა აუცილებლად მექანიკა. ან დავაყენებდი ახალი თაობის კოლოფს. და სანამ ვიდეოს დავასრულებთ, მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ გითხრათ. ძალიან ესე ვთქვათ, გული შევხვივა ყველა ავტომობილის ამაზე, იმიტომ რომ აი აქ ხედავთ ახლა 34-ს, 39-ს და S60-ს, რომელთა ჩამოყვანა და რეგისტრაცია საქართველოში სამწუხაროდ დღევანდელი კანონმდებლობით არ შეგვიძლია. ესეთი მარაზმი კანონი რატო არსებობს, სიმართლე გითხრათ, ვერ ხვდები. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ გვეგრძალებოდეს 2013 წლამდე ავტომობილის ჩამოყვანა, იმიტომ რომ ისე რაც არ ჩამოყავდათ ადამიანებს მასობრივად 2013 წელს ხმით ავტომობილები, იმიტომ რომ 2005-იანი სიტყვაზე 2005-იანი ავტომობილი რო ავიღოთ განბაჟება, კაცილებით ვირიჯდება, ვიდრე 2015-яნის. შესაბამისად, განბაჟების თანხა შეუძლია იმ ადამიანს დაამატოს 2015-იანი მანქანის გირებულებას და შედარებით ახალი ავტომობილი იყიდოს, ხო? ანუ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტოპარკი უნდა განახდეს ქვეყანაში, ამ პროცესს ეს ძველი ავტომობილების შეზღუდვა არანაირად არ უშლის ხელს, იმიტომ რომ ძველი ავტომობილების განმაჟება ისედაც ძვირი იყო. რაც შეეხება Euro 5-ის სტანდარტებს, მე დარწმუნებული ვარ ევროპაშიც რომ შევიზინოთ და ამერიკაშიც ძველი ავტომობილი, საუბარი აქვს 2000-იანი წლების ავტომობილზე, ყველა ძალიან მარტივად გაივლის ტექნოლოგიას საქართველოში. თქვენი გამგებლობით რაც არის ტექნოლოგია. შესაბამისად, ამ კანონს ჩემი აზრით გამართლება არ აქვს არანაირი და თუ სხვა ავტომოყორულებიც და ავტობლოგერებიც რა თქმა უნდა ხმას ამოიღებენ ამ საკითხზე, ძალიან კარგი იქნება. მე ვერთდები Facebook-ზე არსებობს გვერდი Classic Cars, მათი ესე ვთქვათ კამპანია არის, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ესე ვთქვათ წინააღმდეგ არ მინდა ესე გამოვიყენო ეს სიტყვა, თუმცა აპროტესტებენ ამ კანონს და ამ პროტესტს რა თქმა უნდა ვერთდები და ძალიან კარგი იქნება თუ ეს კანონი გადაიხედება და საერთოდ მოიხსნება ეს შეზღუდვა, იმიტომ რომ ბევრი ავტომოყარული იჩაგრება, ვისაც სურს მსგავსი ავტომობილები ჩამოიყვანოს, ვერ ჩამოყავს, მეც პირადად მათ შორის 36 ჩამოყვანის შესაძლებლობა რომ არ მაქვს ეხლა, ძალიან სწორა მაგაზე გული. ასე რომ ძალიან კარგი იქნება თუ სხვაებიც ისაუბრებენ ამ პრობლემაზე და ეს კანონი გადაიხედება. რაც შეეხება ვიდეოებს, ჩვენ გავაგზავნებთ რა თქმა უნდა საინტერესო ავტომობილების გადაღებას. ჩვენი ახის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.